განაგრძობთ გამოშვებას აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთების შესახებ კანონპროექტი ინიციატორმა უკან გაიწვია. ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განმარტებით ეს არ ნიშნავს კანონის დაწონებას. დუმბაძე ამბობს, რომ კანონპროექტი დროის სიმცირის გამო გამოიწვიეს და მისი განხილვა თებერვლის შემდეგ იგეგმება. ვიცე-სპიკერის თქმით, კანონპროექტი არ მოდის წინააღმდეგობაში კანონთან აჭარის სტატუსის შესახებ და საინფორმაციო საშუალებებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. იგივეს ამბობენ იურისტებიც, თუმცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს საწინააღმდეგოს ამტკიცებს. აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი წლებია აჭარის მთავრობის საქმე უწყებო დაწესებულებაა. აჭარის მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტში ტელევიზიას 6 თვის დაფინანსება 2.600.000 ლარი გამოუყო. აჭარის სტატუსის შესახებ კანონი გახლავთ აჭარის საქართველოს აჭარის კონსტიტუციის თანხლების დოკუმენტი და იმავე რანგშია აყვანილი როგორც აჭარის კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუცია. შესაბამისად აუცილებელია ამ დოკუმენტში იყოს ჩანაწერი. თებერვალში გაიხსნება საგაზაფხულო სესია. იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ ჩვენ რიგარიშე სესიაც კი დაგვჭირდა მოწვევა. არ არის გამორიცხული იანვარშიც მოვიცოთ რიგარიშე სესია. მოკლედ აჭარის სტატუსის შესახებ საკითხი ღია დგას და უკან გამოწვევა ეს არის პროცედურა უბრალოდ. ეს კი არ ნიშნავს, რომ კანონი უნდა უარყოთ ამაზე ვანებებს თავს. უკან გამოწვევა არის იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ამ წელში არ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ საკითხი დგას.